უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქის საწვავით მომარაგებელ ბოლო მოქმედ ქარხანასაც დაარტყეს. იაროსლავის ნავთობის საწარმოში დილით ხანძარი იყო. პარალელურად უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 2 ტანკერიც დააზიანა, ორივე მათგანი შავ ზღვაში სანქციების გვერდის ავლით მოძრაობდა და საწვავი გადაჰქონდა. იოსებ სიგუა ყოფილი მეუღლის ბრალდებებს აბსურდს უწოდებს. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ყოფილი ცოლი ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს. 11 ივლისს სასამართლომ ძალაში დატოვა მისთვის ელექტრონული სამაჯურის ტარების გადაწყვეტილება. ამავე დღეს ცოტა ხნით ადრე დაწინაურებულმა სიგუამ თანამდებობა დატოვა. ყაველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს მასპინძლობს. სერდარ ბერდი მუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით თბილისში დღეს ჩამოვიდა. დახვედრის ცერემონია ათონელის სასახლის რეზიდენციასთან გაიმართა, რის შემდეგაც ბერდი მუჰამედოვი ყაველაშვილს შეხვდა. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ, აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში. კიდევ ერთი ავარია, ამჯერად რუსთავში მსუბუქი ავტომობილი 70 წლამდე ქვეით ქალს დაეჯახა. შემთხვევა წუხელმეგობრობის გამზირზე მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ქალს ამ დრომდე შესაბამისი კვლევები უტარდება. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული. ქვეითა გადასასვლელზე მიმავალ ქალს ღამით მანქანა დაეჯახა. ქობულეთშიც ის საავადმყოფოში იმყოფება.